1944 წლის 27 ივლისს ამერიკისაგან გაფრინდა საქართველოს სასწრაფო ნაკრების გუნდი. კავკასიონის ნიუალი მწვერვალების დამპყრობნი ახლა ამერის უმაღლესი მწვერვალებისაგან მიეცურებიან. აი ისინი. ბუხარა ალმრავალი სირგარია. შუაზი უდიდესი ოაზისის ფერგანის ველი. რამდენიმე საათის შემდეგ ციფრინავი გაერთვა ირგიზეთის ქალაქ ორში. ასმელებმა დაასპალიერეს ქალაქი ორში. ბოლოს ჩაიხანაშიაც შეიარეს. მაგრამ უკვე გამგზავრების დროა. შაჰზადის საგრესილამდე 700 კილომეტრია გასწავლილი და 2 აგვისტოს იმედ დაგუხული ავტომანქანები ამირის დიდ შარაგზაზე გავიდა. რაფად განვლებს მინერალაის თეორია. უკან მოიწოვეს ამირის უდიდესი ტბა არაბული და ცოტა ხნით შეიცვალა. შარაგის პარალელურად ახლაც მოხსნს ძველი ნაკრძალი, რომლითაც უხსოვარ დროიდან ხეობის იდიოდნენ არაბნები, ჩინეთის, ინდოეთის, ავღანეთის თუ შუა აზიის ქალაქებიდან. აქ ვერცად იცვლება პეიზაჟი. ხართა მუდმივ სროლვას, ორთვევი მიწისაგან განუძახვა და გვერდებს შემოღრგნილი გამოფიტული ქვები გადაუჭოვებია. აქ ბაიტალის უღელტეხილი ქვის დონიდან 2600 მეტრს. ამ სიმაღლის ციხა კავკასიონზე უკვე საკმაოდ დიდ მწვერვალას იწვევს. კარგახნის მგზავრობის შემდეგ ტაჯიკების სოფელში ჩავიდა. ხალხთა ლენინურ-სტალინური მეგობრობის დიას ქვეყანაში დამწვეს თავში ჩანს ყველაზე წმინდა გზნობა, ურთიერთობა და სიყვარული. ადგილობრივი სკოლის მასწავლებელი მოძღვრებულ მგზავრებს იმასწავლებს. მოსახლეობას ქართველი მთაწმიდელის სახელით მიეცამა ლევან ხუჯაშვილი და მათი აქ მოსვლის მიზანით მოკლეს გაარჩა. მეორე დღეს კი დასაპალნებული სახედრების ქარავანი ვერვალისაგან დაიწვა.
კუტასი, აქაური ხარი. უდაბნოდან დამოღებული სივა ქარებს ფერდობებზე მიუწევს. რასა სიამოვნოა, როდესაც ამ უსიცოცხლო მიდამოებში შეგვხვდება ყვავილი, პატარა და სუსტი, მაგრამ მაინც ყვავილი. ექიმ ახმედელს სულმა არ გაუძლო და ერთი ყვავილი მოსწია. ღარიბია პამირის ბუნება. აქ ვერცად ნახავ არადმწვანე თითმიან მყერს, თითშუხად თითბაროებს. მათ სულ სხვა მიმზიდველობა აქვს. ეს არის მისი მღისხანე დიდებულება. იდიადე, გუმბერაზო. იჟრაჟით გაწვრთნებული მწვერვალის ქვემოთ ალპინისტების ძირითადი ბანაკი. აქ მრავლად განავაგებენ გარეული ხეები და მათგმე ვარდიანი, რომლის მთაწყვეტ შეოსადებაში ნადირობის სიყვარულს საკმაოდ დიდი ხილი უძებს, ალიონზე სანადირობს გასცემს. გასცემდა გაგვიდებული ბანაკი აიშა. ასლელები ძირის ბარჯიში იყვნენ გაწვილი, რომ ვარლიანი თავისი ნანადირებით ბანაკში შემოვიდა. მშობლიური საქართველო აქაც არ იმისებს თავის მამას. რადიჩმა ლევან სუჯაშვილს გადასცა სასიხარულო თებერში. მეგობრები შორეული ხალხებიდან გამარჯვებას იწვევენ ლევანს და მის სამხანაგებს. ასლელები სალაშქროდ ემზადებიან. იჯავენ საჭურლობსა და ხის დამსახურებას. ემზადებიან დიდი სიკვდილისა და სიბნელის, დიდი სიმაღლის მწვერვალების დასაფლავად. ამიხში არის. ამიხში სადაც გამოყრილია საფრთხის უმაღლესი მწვერვალები, რომელნიც გუმბერაზობით თოლს ავუდებენ დიანშას, არა ფორუმის და ჰინდიკუშის უვალ მწვერვალს. ზოგჯერ ისინი საფრთხეში გამოცდილი ქვის ხმაურით დააკვეს, ან პრუსტუქი ქარაფზე გადმომშეფარებ წყალვარდნი. ოღლიდან გამოგონილი იმული ნაპრალში ისწრნა გადულად პრეზიდენტი.
აქედან იწყება ყოვლწინული მარადიული სამყარო. და შეღამებისა, როცა ქარბუქმა გამოუბერა, საიერშო ბანაკია. ოთარ დიდინეიშვილი, ექსპედიციის უფროსი. ჯუმბერ მეძმარიელი, ირილე პუშნი, სახელოვანი რუსი ალპინი. ილი ისევ გასწავლეს. ეგამდე თოვლი ქრიდალებს ისე დაუყარავ, ეგონებას იცვალავ ნახით დაუვლია. აქეთი კი ჩამწრივებული თოვლყინული ღვინები, ეგრეთ წოდებული გალგასპორები, თითქოს დათოვლილი ნაძვების ხეივანი. მოყვანილობის თოვლსა და ყინის სახშეხვდები. აქ მთელი თავისი მომხიბლაობის დამკვიდრებულად გამხდარი. მაგრამ რამდენადაც მომხიბლავია, იმდენადვე სახიფათოა მგზავრობა მის საბრძანებს. ამდათან მწვერვალს უახლოვდებია. ანგბადის ამდათან ყლებულო. აგერ მწვერვალის თუბის გამოჩნდა. კიდევ ერთი თხემია გასავლელი. აერი აღარ ყოფილა. ხეული ზრუნდება. ზურგ ჩამწების უფრო დამწნილი. ადგილი ხომ არ არის 6700 მეტრის სიმაღლეზე უნდა ავიდე. სამ დღეს გრძელდებოდა დაძაბული ბრძოლა მარქსის მწვერვალის დასაფრთხობად, რაც ჩვენი მკაცველების გამარჯვებით დაგვირგვინდა. შემდეგ კი ენგელსის მწვერვალზე ასვლა გადასწყვიტეს. მწვერვალს ხალით რომავენ, აშკირო. ეს არის ვარცისა და ბაზალტის ხვეული კედელი, რომლის სიმაღლე 1200 მეტრს აღემატება. ნელია ამ ციცაბო კუნძულზე ადამიანმა ხეთი მოიჭიდოს, მაგრამ ეს ხომ ერთადერთი გზაა. ასლობდა მაშველი რაბი. ზეზი ამავაბთა მოძრაობას ხალხსადებს. მეტად ძიმე და პასუხისგების გახსნია, კონფერში რკინის წყალოების ჩაჭედება. თუ პატარა შეცდომა შეიძლება საბედისწერო რო გახდეს მხატვრების გასაგებად. რა გული ხურია საჭირო ამდა რაოდენ გუსტი დათბატონახტოროს. ყოვადი გული და ფრინველის ხალი უნდა გქონდეს, რომ ამ სიმაღლეზე შიშმა არ შეგივსო. ეს არის უდიდესი გამოცდა ადამიანის სულიერ და ფიზიკურ ძალთა სიმწიფისა, შემოწმება მეგობრობის სიფრთხილის და სიყვარულისა. ამ მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირს არ დამრიდა. გული მისცეს გულისათვის სიყვარული გზად და ხიდად. და ესენი ხომ ერთმანეთისათვის სადახიდი არიან. სიყვარული, ერთგულების ხიდი, ყოველ ხიდზე უფრო მყარი და საიმედო. რაც უფრო ძნელი ასაღებია მწვერვალი, იქ უფრო სანუღაროცნებას წარმოადგენს მისი დაბრძოლა. აქ ამოცნებას ისიც ამძაფრებდა, რომ ენგელსის სახელობის მწვერვალზე
რომლის მიუვალობა საყოველთაოდ იყო აღიარებული, ჯერ ადამიანს ხერხი არ დაუდგა. ხერხი ეს და ზარმადებით უნდა დაფუძნოს. დასწავლილ ფერდობზე მიდის მამაც და ორხეული, ხანდახან მიზნავს უახლოვდები. კიდევ ერთი შეტევა, ეს უმაღლესი მწვერვალი სასწაულთა უდრეგნების ყოფას დაემორჩილა. ესენი არიან მაქსიმე გვარდიანი, კირილე კუზნი, ალექსანდრე ნემსისლერიძე და გრიგოლ გურბანი. გვარდიანი ჯერაგინძე სამახსოვრო ბარას წამალდა. ალბათ მომავალში აქ ამომხდები ალპინისტები ბარას იპოვნია. ამ პატარა, მაგრამ დიდხანს საბუთს საბჭოთა ალპინიზმი კიდევ ერთი წინვალე გამართლებით.